გაცნობთ. ამ წუთებში ფინანსთა სამინისტროში პრესკონფერენცია იწყება. მინისტრი ნიოდარ ხადური აკეთებს განცხადებას. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. ჩვენ უკვე გვაქვს 7 თვის შედეგები სრულად. წარმოგიდგენთ 7 თვის შედეგებს და ამავე დროს შეგახსენებთ, რომ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მომავალ წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე, ამიტომ მინდა იცოდეთ ის სასტარტო პირობები, რომელიც ჩვენ გვაქვს. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი გამოირჩევა განსაკუთრებით თანაბარი ხარჯვის ტენდენციით, რასაც ადასტურებს ის მონაცემები, რომლებიც წარმოდგენილია აღნიშნულ გრაფიკზე. ჩვენ შევადარეთ ერთმანეთს 2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით შემოსულობები, გადასახდელები და დეფიციტი და თქვენ ხედავთ, რომ თუ 2009 წელს დეფიციტი იყო 9%-ზე მაღალი, შემდეგ დაიწყო მისი შემცირების ტენდენცია, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენის, მათ შორის რეგიონში მიმდინარე პრობლემების საპასუხოდ ჩვენ იცით, რომ წელს დავაფიქსირეთ 3%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი. ამავე დროს გეტყვით, რომ ჩვენი შემოსულობები მთლიანად იქნება წელს 10 მილიარდ 665 მილიონი ლარი, ხოლო გადასახდელები იქნება 10 მილიარდ 160 მილიონი ლარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დეფიციტი იქნება 3%-ის პარამეტრზე. მინდა გითხრათ და შევადაროთ ერთმანეთს მიმდინარე და გასული წლის საბიუჯეტო შემოსულობები და ხარჯები. თქვენ ხედავთ, რომ მწვანე ფერით არის აღნიშნული 2014 წელი, ხოლო ცისფერი არის 2015 წელი. გასული წლის 7 თვეში შემოსულობები გახლდათ 5 მილიარდ 169 მილიონი, ხოლო ხარჯი იყო 6 მილიარდ 167. უკაცრავად შემოსულობები გასულ წელს იყო 5 მილიარდ 169 მილიონი, წელს არის 6 მილიარდ 167 მილიონი, ხოლო გადასახდელები შარშან იყო 5 მილიარდ 126 და წელს უკვე 600 მილიონი ლარით მეტია დახარჯული. თუ ჩვენ ავიღებთ ბიუჯეტის დეფიციტს, ყველა წლის განმავლობაში ჩვენ პირველი ნახევარი ყოველთვის ჰქონდა პროფიციტული, მათ შორის შარშანწინ განსაკუთრებით, ხოლო წლის მეორე ნახევარზე მოდიოდა დატვირთვა საბიუჯეტო დეფიციტის, წელს უკვე წლის პირველ ნახევარშივე გვაქვს საბიუჯეტო დეფიციტი, რაც ასევე ადასტურებს, რომ წლევანდელი ბიუჯეტი გამოირჩევა განსაკუთრებით თანაბარი ხარჯით. და მე მინდა თქვენ ყურადღება მიაქციოთ, აი ეს მწვანე ხაზი არის მიმდინარე წლის ხარჯები კვარტლების მიხედვით, ხოლო წყვეტილი ხაზები არის სხვადასხვა წელი, მაგალითად ცისფერი არის 2011, მუქი ლურჯი 2012, წითელი 2013 და 2014 წელია ცისფერი. და თქვენ ხედავთ, რომ პირველ კვარტალში და მეორე კვარტალში წელს გვაქვს ყველაზე მაღალი ხარჯვა, ხოლო მეოთხე კვარტალში გვექნება ყველაზე დაბალი ხარჯვა იმ ხარჯებს შორის, რომელიც ოდესმე ქონია საქართველოს ბიუჯეტს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან არანაირი მაკროეკონომიკური დატვირთვა, მათ შორის გაცვლის კურსზე არ იქნება, ბიუჯეტი იხარჯება თანაბრად, რასაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ადასტურებს, რომ თუ ჩვენ მაგალითად 2011 წელს ხარჯავდით 32% წლიური ხარჯის მეოთხე კვარტალში, წელს დავხარჯავთ მხოლოდ 27%. ერთადერთი გამონაკლისი არის, თქვენ ხედავთ 2012 წელია, როცა მესამე კვარტალზე მოდის ყველაზე დიდი ხარჯვა, ეს იყო წინა საარჩევნოდ 2012 წელს წინა ხელისუფლებამ მესამე კვარტალში განახორციელა ბევრი პროექტები და შესაბამისად შემდეგ რესურსი აღარ იყო და ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩამოვედით შედარებით დაბალ ნიშნულზე. ანუ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ წლის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით მეოთხე კვარტალში დავხარჯოთ დიდი რაოდენობის თანხა. ეს არის შემდეგი სლაიდი, რომელზეც ჩვენ მოცემული გვაქვს, თუ როგორ იცვლება ბიუჯეტის დეპოზიტები, ანუ სხვაობა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის. და ეს არის სექტემბერ-დეკემბერი, ანუ წლის ბოლო 5 თვის განმავლობაში, რა პარამეტრებზე იქნება გასული 4 თვის განმავლობაში. 2011 წელს 300 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე შემოსულობები იყო, 2012 წელს 209 მილიონით, 2013 წელს 560 მილიონით, უკვე შარშან ჩვენ შემოსავლები გქონდა მეტი ბიუჯეტში წლის ბოლო 4 თვეში 130 მილიონი ლარით, ვიდრე დავხარჯეთ
და წელს შემოსავლები გვექნება 285 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე დავხარჯავთ. ანუ ჩვენ წლის ბოლო 4 თვეში მიმოქცევიდან ამოვიღებთ თანხებს და აღნიშნულ თანხებს გადავიტანთ მომავალი წლისათვის. ამავე დროს მე მინდა გითხრათ, რომ საბიუჯეტო დახმარებების და ხარჯების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა წელს ჩვენ ვღებულობდით საბიუჯეტო დახმარებას დოლარში ნაკლებს, ვიდრე ვიხდიდით ვალის მომსახურებაში 50 მილიონი დოლარით მეტ დახმარებას მივიღებთ დოლარში, ვიდრე ჩვენ გადავიხდით ვალებს წლის მეორე ნახევარში. ესეც ადასტურებს, რომ არანაირი ზეწოლა გაცვლით კურსზე სახელმწიფო ბიუჯეტს არ ექნება პირიქით. აღნიშნულმა პერიოდმაც დაადასტურა, რომ ბიუჯეტს ჰქონდა მხოლოდ შემაკავებელი დადებითი როლი გაცვლით კურსთან მიმართებაში. ეს არის სახაზინო სავალუტო ოპერაციების დაგროვება. უკვე წლის პირველ ნახევარში 7 თვეში ჩვენ 81 მილიონი დოლარი დავაგროვეთ, რომელიც შევიდა ეროვნული ბანკის რეზერვებში და წლის ბოლომდე კიდევ დამატებით 100 მილიონ დოლარს დავაგროვებთ. ანუ ეს არის თანხები, რომელსაც ჩვენ მივიღებთ წმინდად და სხვაობა შემოსულ და გასულ თანხებს შორის დოლარებში და წლის ბოლომდე ჩვენ 190 მილიონი დოლარით გავზრდით ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებს. ეს არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი სამწუხაროდ ძალიან მაღალი გვაქვს. მე მინდა გითხრათ, რომ შარშან წლის განმავლობაში დეფიციტმა შეადგინა 1,600 მილიონი დოლარი. წელს წლის განმავლობაში საგადამხდელო ანგარიშის, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იქნება 1,400 მილიონი. ეს ადასტურებს, რომ ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობა წელს იქნება 200 მილიონი დოლარით ნაკლები, ვიდრე შარშან იყო, ანუ ქვეყნიდან გავა 200 მილიონი დოლარით ნაკლები იმპორტზე და სხვაობა იქნება ნაკლები. ანუ მიმდინარე ანგარიშის გაცვლით კურსზე ზემოქმედებას მხოლოდ დადებითს მოახდენს და არა უარყოფით, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ დაახლოებით 23 ხადურმა 7 თვის შედეგებზე ბიუჯეტის შესრულების ტენდენციებსა და გაცვლით